მეგობრებო, ჩვენ დღეს მოვედით საკრავების მუზეუმში და ჩვენ დღეს ვისწავლით ინსტრუმენტებს და ვნახავთ ქართული და სხვა სახეობის ინსტრუმენტებს ამ მუზეუმში. ძალიან ძვლებია. წამოდით ვნახოთ. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში. ეს მუზეუმი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის, იმიტომ რომ აქ ინახება ფაქტურად ჩვენი ერის მუსიკალური სული. ამ საკრავებს ჰქონდათ სრულიად სხვადასხვა დანიშნულება. აი მაგალითად, ჩვენ თუ გაგიგია ნია, ვინ უკრავს ყველაზე ხშირად სალამურზე? წყემსებს, ჩემო ძვირფასო. აი ნახე, აქ აგვაქვს წყემსების სალამურები, რომლებიც წყემსებს ჭირდებოდა ცხოველებთან საურთიერთობოდ. და გვაქვს უძველესი გედისძვლის სალამური, ეს ასლია და ორიგინალი ინახება ჯანაშია სახელობის ისტორიის მუზეუმში, რუსთაველზე. ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი კულტურისთვის, იცი რატომ? ჯერ ერთი ეს არის 5000 წლის. და მეორე, აი ამ სალამურს დააკვირდი აქვს 3 სახმო თვალი. ნახე? ხო და აი ამ 3 სახმო თვალის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩავბეროთ სალამურს და მთელი ის მუსიკალური მარაგი ბგერების, რაც კი ქართველებს გააჩნდათ, ყველაფერი არის აი ამ სალამურზე ფიქსირებული. გედისძვლის სალამური ნაპოვნი იყო მცხეთაში 1927 წელს 9 წლის ბიჭის სამარხში, რომელსაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა უწოდა მწყემსი ბიჭის სალამური. ეხლა შენ თუ გაგიგონია მრავალღერიანი სალამურის არსებობაზე? არა. აბა მოდი შევხედოთ აი ამ მრავალღერიან სალამურებს. მთელ მსოფლიოში შეგვხვდება ეს საკრავი, სადაც თითქმის ყველგან ეძახიან პანის ფლეიტას, მაგრამ საქართველოში ამ საკრავებს თავისი სახელი აქვს. გურიაში სოინარს ეძახიან, სამეგრელოში ლარჭემს. ეს იყო მონადირეების საკრავი და გაოცდები მონადირეები რა ზუსტად ბაძავენ ჩიტების ჭიკ-ჭიკს და ისე ზუსტად რომ ჩიტებს გონიათ რომ ჩიტები ესაუბრებიან და პასუხობენ. ეს რაზე მეტყველებს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძველ საქართველოში მონადირეებმა ძალიან კარგად იცოდნენ ჩიტების ენა. აი თურმე რა ყოფილა. ეს არის ერთადერთი საკრავი, რომელიც ქართველებმა დაამზადეს ლითონისგან. ამ საკრავს ყველა კუთხეში იყენებდნენ და ყველა კუთხეში თავისებური სახელი ჰქონდა. აი ახლა მე გეტყვი აი ამ ყველა სახელს. მაშასადამე ბუკი, საყვირი, სანკერი, ოყე, ღოროტოტო და ზროხაკუდი. აი ეს სახელები შემონახულია ამ საკრავის. ეს იყო სასიგნალო საკრავი. ამ საკრავის ხმა 5 კილომეტრის მანძილზე ისმოდა და ხალხს მოუხმობდნენ ახალი ამბების შესატყობინებლად. ასევე ნადირობის დაწყების დროს, ბრძოლის დაწყების წინ აუცილებლად ბუქში ჩაბერავდნენ. ქორწილებშიც ბერავდნენ, მეფე კურთხევის დროსაც აუცილებლად ჩაბერავდნენ ამ საკრავს. ნახე, ეს ხო არ იცი რა არის? გუდასტვირი. იცი რატო ქვია გუდასტვირი? ნახე, აი აქ არის ეს ცხრის ან თხის ტყავის გუდა და ჩადგმული აქვს ქართულ გუდასტვირს აუცილებლად 2 სიმი. ერთზე უკრავენ ბანს, მეორეზე მელოდიას. რატომ დაჭირდათ ქართველებს ბანით დაკვრა? იმიტომ რომ ქართველები მრავალხმიანი კულტურის მქონე ერი ვართ და ჩვენთვის ბანით სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იცი რა არის? დაირა და ეს არის დიპლიპიტო. აი ახლა ნახე რა საიდუმლოს ინახავს საქართველოში დასარტყამი საკრავები. თურმე ნუ იტყვი და ძველ საქართველოში
ეს საკრავები არ ჭირდებოდათ ქართველებს, დასარტყამი საკრავები. არა, იმიტომ რომ დღემდე შემონახულია ბევრ კუთხეში საფერხულოს ცეკვები, რომელსაც თან მღერიან შემსრულებლები და თან ცეკვავენ. და აი ეს იყო ქართველებისთვის ნამდვილი საცეკვაო მუსიკა. მერე შეიცვალა ეს საკრავები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოუტანიათ და ისე შეეგუა ქართულ კულტურას, დოლი უпростоრად შეაგუეს, რომ დღეს ქართული ცეკვა დოლის გარეშე წარმოუდგენელია, ხო? ეს არის სიმებიანი საკრავი. სიმებიან საკრავებს ასე განარჩევენ ერთმანეთისგან. არის მოსაზიდის, სიმების მოსაზიდი საკრავები, არის ჩამოსაკვრელი, როგორც არის ჩონგური და ფანდური და არის კიდევ ხემიანი საკრავები. აი ამ ხემით უსვამენ სიმებს და ასე უკრავენ. აი ეს საკრავი, რომელსაც ჩანგი ჰქვია და ჩანგი არ არის ქართული სიტყვა. თურმენუ იტყვი და ეს სიტყვა ამ საკრავს დაერქვა მე-10 საუკუნეში. და სპარსული სიტყვა და ქართულად ნიშნავს სიმღერას და დაკვრას. მაგრამ გავარკვიეთ ისიც, რომ ამ საკრავს ერქვა მრავალძალი. ძალი ძველ ქართულად სიმს ნიშნავს და მრავალი შენც ხო იცი რაც არის. ბევრს, ხო? აი იმიტომ რომ ამ საკრავს დანარჩენ ყველა სიმებიან საკრავთან შედარებით ყველაზე ბევრი სიმი აქვს. ამიტომაც დაარქვეს მრავალძალი. აი ნახე, ეს არის თუშეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხე, აღმოსავლეთის მთისა, სვანეთიდან დასავლეთ საქართველოს ულამაზესი სვანეთი, რაჭა, ასევე ულამაზესი მთები, აფხაზეთი, ზღვისპირეთი. აი ნახე რა ირკვევა ძველ აფხაზეთში, ეს იყო ჩვეულებრივად ჭიანური. მერე როცა მე-17 საუკუნეში ჩამოსახდნენ იქ კავკასიელი ტომები, აფსუები, დაარქვეს აფხარცა. სინამდვილეში ეს იყო ძველებური ჭიანური, რომლითაც თურმენუ იტყვი და ძველი აფხაზები კურნავდნენ დაჭრილ მონადირეებს. ანუ ეს სამკურნალო საკრავიც ყოფილა. ეხლა მოდი აქეთ ვნახოთ მე და შენ, ეს ხო არ გეცნობა ეს საკრავი? ფანდური არ გეცნობა? ხო გინახავს, რამდენჯერ გინახავს ვინ იცის? ბევრჯერ ალბათ, არა? ფანდურიც უძველესი საკრავია ჩემო ძვირფასო, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ყველგან გამოიყენება. ნახე, აი ეს არის ხევსურული ფანდური. ეს არის მთიულური ფანდური თუ შავური, მოხეული, ქართული და კახური ფანდურები. რა უცნაური ფანდური უნდა გაჩვენო, აი ეგეთ ნახე. გინახავს ესეთი ფანდური? არ მინახავს. არ გინახავს. იმიტომ რომ ეს დღეს აღარ გამოიყენება, ამაზე ვეღარავინ უკრავს. ეს იყო თურმენუ იტყვი ბერიკების ფანდური. ბერიკები იყვნენ უნიჭიერესი ადამიანები. ესენი მსახიობებიც იყვნენ, მომღერლებიც იყვნენ, მოცეკვავეებიც იყვნენ, ჟონგლიორებიც იყვნენ, აკრობატებიც იყვნენ, ყველაფრის კეთება შეეძლოთ და აი მხოლოდ ბერიკებს შეეძლოთ ამაზე დაკვრა. ამიტომაც ქვიათ ბერიკების ფანდური. გარმონი, რომელიც სრულებითაც არ გახლავს ქართული საკრავი. ეს საკრავი დაუმზადებიათ გერმანელებს, მერე ბატონო ჩემო მე-16 საუკუნეში გავრცელებულა მთელ მსოფლიოში და საქართველოში ეს საკრავი შემოტანილი ჩანს მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში. და პატარა გარმონი, რომელსაც ჯიბის გარმონსაც ეძახიან და წიკო-წიკოსაც ეძახიან. აი ეს არის პირველი ხმისჩამწერი აპარატი, რომელსაც ქვია ფონოგრაფი. ფონო ბერძნულად ნიშნავს ხმას და გრაფო ვიწევ. და აი აქ გვაქვს კიდევ მოსასმენი აპარატი, რომელსაც ქვია გრამაფონი. აი აქ ნემსი აქვს, ამას ესე დაქოქავდი, დასაქოქი აქვს, იმიტომ რომ იმ დროს როცა ფონოგრაფი და გრამაფონი გამოიგონეს, არ იყო ელექტროენერგია.
აღმოჩნდით ევროპული მექანიკური საკრავების დარბაზში. მანამდე მოდი ვნახოთ აი ეს საკრავი, რომელიც შენ გეგონა ფორტეპიანო, ოღონდ არ არის ეს ფორტეპიანო, თუმცა არის კლავიშებიანი საკრავი. აი ეს არის დაპატარავებული ორგანი, ანუ პატარა ორგანი. რომელსაც ამუშაო ესე, რომ ჰაერი დაუბერო და კლავიშები მაშინ ხმებს გამოსცემს. ეხლა როგორი დისკები ქონდათ მაშინ, ნახე? აი ამ ერთ დისკზე, ამ ხელა დისკზე ჩაწერილია მხოლოდ ერთი მუსიკალური ნაწარმოები. მე ხა ამას დავქოქავ და ნახავ რა საოცარ ხმებს გამოცემს. ეს არის მაშინ მე ინგლისური პიანინო, ნახე რომელსაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაიტანდნენ ხოლმე. მე-18 საუკუნის ინგლისში ძალიან მოდაში შემოვიდა ჩაის სმა. და დიდებულები ერთმანეთს პატიჟებდნენ ჩაის სასმელად და ძალიან კარგ ტონად ითვლებოდა, თუ კი მოიწვევდნენ პიანისტს და ჩაისმის დროს საფორტეპიანო მუსიკას ისმენდნენ. აი, ახლა ნახოთ არფა. არფის სამშობლო არის ძველი ეგვიპტე. ეს იყო ღმერთებთან სალაპარაკო საკრავი. ბაიანი, ბალალაიკა და შარმანკა. ეს ისეთივე არღანია, როგორიც მე და შენ იქით უკვე ვნახეთ. აი ნახე როგორ ჟღერს. ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი მუზეუმია. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო. და შემდეგი მუზეუმი არის ბავშვების საუკეთესო მუზეუმი. უბრალოდ არ გეტყვით რა ქვია. უნდა გამოიცნოთ, რა ვქნათ. ჩაო, ნახვამდის.